პარტია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ პარლამენტში დააინცირეს კანონპროექტი, რომლითაც ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრე პარტიებს არაკონსტიტუციურად გამოაცხადებს. ამის შესახებ მან პარლამენტის შენობაში ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების, რომლებსაც ის კოლექტიურ ნაცმოძრაობად მოიხსენიებს, არაკონსტიტუციურად გამოცხადების მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ მათ მიერვე შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნას. პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მოგცემს მყარ საფუძველს მიმართოთ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობის და მისი სატელიტი პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ჩვენ უკვე დავაინიცირეთ კანონის პროექტი, რომელიც ეხება ხსენებული პარტიების მემკვიდრე პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, თუ პარტიის საქმიანობის არსი, გადაწყვეტილების მიმღებთა პერსონალური შემადგენლობა თუ საწესდებო მიზნები, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის საქმიანობის არსის, პერსონალური შემადგენლობის თუ საწესდებო მიზნების იდენტური იქნება. საკონსტიტუციო სასამართლოც დარწმუნებულები ვართ, გამოიტანს ობიექტურ გადაწყვეტილებას. კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა არათუ თვითმმართველობის არჩევნებში, არამედ ამ ქვეყანაში ჩატარებულ ვერცერთ არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. როგორც ანტიქართული, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიეროვნული და დანაშაულებრივი პარტიები, ისინი არაკონსტიტუციურ პარტიებად გამოცხადებიან და აეკრძალებათ საქმიანობა. ხედავთ რაც ხდება ხო პარლამენტში ახლა კომისია იხილავს რა ინფორმაციას ვიღებთ რომელიც პირდაპირ ტრანსლაცია მიდის და აქაც მაინც ხო ვერაფერს ვეტყვის მოდის ხალხი და ამბობს იმას რაც ხდებოდა ხო ამიტომ ამის საფუძველზე რაც განაცხადეს ამ კომისიის ხთომაზე ძალიან მნიშვნელოვანი კომისია ამ განცხადეს ფრაქციის ხელმძღვანელმა გადაწყვეტა რომ ეს უნდა შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლო იმსჯელებს როგორც მსჯელობდა და მიიღებს თავის გადაწყვეტილებას, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყველა მოქალაქე, კიდე პოზიციური, კიდე ოპოზიციური პარტია იყოს. მამუკა მდინარაძის განცხადებას ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის თავმჯდომარე ხათუნა არველაძე ეხმაურება და აცხადებს, რომ დემოკრატიის მთავარი პრინციპია მრავალპარტიული, განსხვავებული აზრის, ხალხის დაკვეთით შექმნილი პარტიების არსებობა, რომლებიც ხელს უწყობენ დემოკრატიულ მმართველობას სახელმწიფოში. მისი თქმით, ქართული ოცნება ყოველდღიურად ცდილობს ქვეყანაში საბოლოოდ დაამყაროს დიქტატურა. სწორედ იმ 9 წლიანი მმართველობის პერიოდი იყო, რომელიც დემოკრატიის შუქურა იყო და რეგიონში ზოგადად და სწორედ ამისთვის აპირებს დღევანდელი ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საბოლოოდ დაამყაროს დიქტატურა და აკრძალოს კონკრეტულად ნაციონალური მოძრაობისა და მის სატელიტი პარტიების აკრძალოს დემოკრატია სახელმწიფოში. ეს არის დიქტატურის გაფორმების უკვე სერიოზული ფორმები, რადგან ხვალ ჩვენ ვიცით, რომ დღეის მდგომარეობით და მოცემულობით სიტყვის და აზრის გამოხატვის გამო და ამ თავისუფლების გამო არის საპატიმროში უამრავი ახალგაზრდა. დღეს პოლიტიკური პატიმრები გვყავს, სწორედ ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ციხეშია გამოკეტილი, პუტინის პირადი ჩვენ ხედავთ უკანონო კანონებს, უკანონო სამართალს სახელმწიფოში, რომელსაც მივყავარ ძალიან დიდ დილემამდე და ეს დილემაა სწორედ დემოკრატიის საბოლოო გაუქმება ჩვენს ქვეყანაში. ის მონაპოვარი რაც იყო თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს შექმნა და ცივილურ რელსებზე გადაყვანა ქვეყნისა ერთი ხელის მოსმით უნდათ რომ საერთოდ გაანადგურონ და პლუს ამას ისიც მინდა აღვნიშნო თუ ესენი თვლიან რომ ქვეყანაში არსებობს პარტია რომელიც სწორედ დემოკრატია პარტიის აკრძალვის ერთ-ერთი საფუძველი არის კონსტიტუციური წესწყობილების წინააღმდეგ წასვლა კონკრეტული პარტიისა, ასევე ეთნიკური ან რელიგიური შუღლის გაღვივების. თუ რომელიმე ამათგან ერთ-ერთი პუნქტში ედება ბრალი კონკრეტულ ნაციონალურ მოძრაობას, ამ შემთხვევაში გამოდის, რომ მთელი ამ 13 წლის განმავლობაში ისინი ემსახურებოდნენ დანაშაულის დაფარვას, არა?
მაშინ გამოდის, რომ თვითონაც უნდა აიგრძალონ, რადგან დანაშაულის დაფარვაც ერთ-ერთი დანაშაულის ფორმაა. როგორც გუშინ გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი, დროებითი საგამოძიებო კომისიის მანდატი ფართოვდება და აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდით.